არქეოლოგების სადაზვერვო გათხრები ნამდვილი აღმოჩენით დასრულდა. მკვლევარებმა ბრინჯაოს ხანის ყელსაბამები, სამაჯურები, იარაღი, სალესი ქვები და სარიტუალო ფიგურები იპოვეს. ყველა ამ ნივთს მიწის ზედაფენებში მიაკვლეს, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა წყალმა სხვა ადგილიდან ჩამოიტანა და საფუძვლიანი გათხრები ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებს სენსაციურ აღმოჩენებამდე მიიყვანს. სამკაული, საბრძოლო იარაღი და სხვადასხვა სახის სარიტუალო ფიგურები. ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც არქეოლოგებმა თუშეთში აღმოაჩინეს. ის რომ უძველესი დროიდან თუშეთის ტერიტორიაზე ცხრის კულტი იყო გავრცელებული ბრინჯაოს ხანის ერკემალის ფიგურა მოწმობს. დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების დროს სპეციალისტებმა ცხვრისა და ძაღლის ფიგურების გარდა უნიკალური სამკაულების საბრძოლო და სამუშაო რკინის იარაღები და სხვადასხვა სახის ნივთები აღმოაჩინეს. ახლა სადაც ვიმყოფებით, ეს არის ქვედა ომალოს გზა, ორღობე, სადაც ესეთი წვიმების დროს გაირეცხა მიწა და აღმოჩნდა შემთხვევითი ექსპონატები. ამის მიხედვით შესაძლებელი იქნა მისი მიახლოებით დათარიღება. ეს არის ახალი რკინის ხანა, გვიან ბრინჯაოს ხანის პერიოდი. ნივთები ომალოში წვიმამ რამდენიმე დღის წინ ჩამორეცხა, უკვე ერთი კვირაა ზედაპირული გათხრები დაიწყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტებიც მუშაობენ. პირველი ინტერდისციპლინარული ექსპედიცია, აქ მონაწილეობას ღებულობენ არქეოლოგები, გეოლოგები, ზოოლოგები. და მიზანი არის თუშეთის კომპლექსური შესწავლა. ყველა რა თქმა უნდა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ როდესაც ეს ინფორმაცია და მეთოდები იკვეთება, ძალიან საინტერესო შედეგები ჩნდება. ხა თავისთავად იმის გეოლოგიის მხრივ, ზოოლოგიის მხრივ საინტერესო შედეგებია, თუ ჯერჯერობით ყველაზე უფრო ესეთი საინტერესო და მოსალოდნელი იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო შედეგები არის არქეოლოგიის მხრივ. არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები თუშეთში გასული წლიდან დაიწყო. მაშინ დიდგვაროვანის დიადემას ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მიაკვლეს. სწორედ მაშინ დაადგინეს, რომ უნიკალური დიადემა სხვადასხვა სახის სამკაულები და საბრძოლო ისრები ძველი წელთაღრიცხვის მე-1 საუკუნეებს განეკუთვნებოდა. გასულ ზაფხულს ნაპოვნი უნიკალური ექსპონატები თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ინახება. არქეოლოგიის თვალსაზრისით განუზომლად მნიშვნელოვანია თუშეთი. აქ აღმოჩენილი ნივთები სრულიად ახალ სხვა განსხვავებულ კულტურას განეკუთვნება საქართველოს ბარისგან. სპეციალისტების გარდა თუშეთის არქეოლოგიურ სამუშაოებში უკვე მესამე წელია მოხალისეებიც მონაწილეობენ. ფონდ კესალოს ინიციატივით ჩეხი ახალგაზრდები სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებენ, მათ შორის ძეგლების მატერიალური აღრიცხვაცაა. მოხალისეთა ბანაკი უკვე მესამე წელია სხვადასხვა სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული და თუშეთს მასპინძლობს. ქართველმა პროფესიონალებმა უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს და ჩვენც ამ სამუშაოებში ჩავერთეთ. დიდი სურვილი გვაქვს მომავალ წელსაც ჩამოვიდეთ და მასშტაბურ არქეოლოგიურ გათხრებში მივიღოთ მონაწილეობა. თუშეთის ეროვნულ პარკში სავარაუდოდ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდება. მეცნიერები ამ ტერიტორიის დაწვრილებით შესწავლას აპირებენ. მთიანი რეგიონი არ გამოირჩევა არქეოლოგიური გათხრების სიხშირით. ამის გამო რეგიონის ისტორია თითქმის შეუსწავლელია. ერთი წლის წინ თუშეთის ეროვნულ პარკში ველის მონიტორინგი მიმდინარეობდა, სადაც აღმოჩენილი იქნა ისტორიული ნივთები, რის საფუძველზე სააგენტოს ინიციატივით და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო ექსპედიცია არქეოლოგიური და დღევანდელი აღმოჩენილი ნივთები მოწმობს იმას, რომ თუშეთი უნიკალურია არა მარტო თავის ბუნებით, არამედ უნიკალურია თავისი ისტორიით. რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტი აგრძელებს ექსპედიციას, არქეოლოგიურ ექსპედიციას და ფიქრობ, რომ თუშეთი გააოცებს არა მარტო თავისი კულტურით და ბუნებით, არამედ თავისი ისტორიითაც დამთვალიერებელს. არქეოლოგიური სამუშაოები თუშეთში